როცა ბავშვი ისე იზრდება, რომ მუდმივად აქცენტი ამის მიღწევებზე, ხდება მისი ირიბი წახალისება, რომ საკუთარ თავს მეტად დააკვირდეს. მეგობრებთან ურთიერთობაში ეს ნიშნავს, რომ ნაკლებად აკეთებ აქცენტს მეგობრობაზე და მეტად იმაზე, როგორ შეიძლება აღგიქვან სხვებმა. როცა ახალ ადამიანებთან ვარ, სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ აღმიქვამენ სხვები და ჩემს თავს კარგავ. აღარ ვარ ის, ვინც სინამდვილეში ვარ. თითქოს ვთამაშობ. შენ საზრუნავს წარმოადგენს ის, თუ რამდენად კარგ მეგობრად გთვლიან სხვები, ვიდრე იმაზე ფიქრი, ვინმე მოგწონს, ან მასთან კარგ დროს ატარებ თუ არა. საერთოდ არ ვატარებ კარგ დროს. პირიქით, ისეთი დაძაბული ვარ, მირჩევნია სახლში ვიყო. თუ მეტისმეტად გაღელვებს, რას ფიქრობს შენზე ხალხი, ხელი გეშლება მეგობართან დაახლოებასა და მასთან საერთო გამოცდილების შექმნაში. იმაზე მეფიქრება, რას ფიქრობენ სხვები ჩემზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან დამღლელია. სოციალური შფოთვა გაფერხებს იყო ის, ვინც ხარ, რადგან გეშინია საზოგადოებამ შენი რეალური პიროვნება არ უარყოფს, მაგრამ საკუთარი თავის სხვებისთვის გაზიარებასა და უარყოფის რისკის გარეშე არ არსებობს ემოციური ღიაობა. ეს კი მეგობრობის ამოსავალი წერტილია.